სტერილიზაცია და შემდგომ ადგილზე დაბრუნება. მოგეხსენებათ, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი მუშაობს კანონის სრული დაცვით, პროცედურები ტარდება დადგენილების შესაბამისად. არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ იმოქმედონ ადამიანების ემოციებზე, მანიპულირებენ მათი ემოციებით. მინდა ყველას მოუწოდო, არენდონ ამ ცრუ ინფორმაციას. თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აინტერესებს, მიმართონ შესაბამის სამსახურის წერილობით და ყველა შეკითხვაზე მიიღებენ დაწვრილებით პასუხებს. მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმაურებიან მიუსაფარი ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოშიც და დეზინფორმაციის ავტორებს მოუწოდებენ. თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართულად გავრცელებისგან. სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის, ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად. სურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი. მსგავსი ფაქტი არ დასტურდება. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის. აღნიშნული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას, მიუღებელია ჩვენთვის. საზოგადოებას მოუწოდებთ ნუაყვებით ცრუ დეზინფორმაციას. ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც მიუსაფარი ცხოველების გარდა სოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ უტარდებათ პატრონიან ძაღლებსაც. პროგრამის ფარგლებში დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების შესაბამისი პროცედურების შემდეგ უსაფრთხო გარემოში დააბრუნეს. ძაღლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია სოფის საწინააღმდეგოდ, საჭიროების შემთხვევაში კასტრაცია, სტერილიზაცია, ასევე განხორციელდა იდენტიფიკაცია და ერთიან ბაზაში რეგისტრაცია. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად გრძელდება კახეთშიც. გურჯაანში მდებარე ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ბოლო 2 წლის განმავლობაში შესაბამისი ვეტერინალური მანიპულაციები ათასობით მიუსაფარ ძაღლს ჩაუტარდა. უკვე მეორე წელიწადია, რაც ვახორციელებთ ჩვენ ჰიპერპოპულაციასთან ბრძოლას. შარშან საპილოტო პროგრამაში ვიყავით ჩვენ და იმერეთის რეგიონი. მოიმატა რასაკვირველი ოპერაციის კეთების რაოდენობა. ჩვენ თუ სანამ დაიწყებოდა პროგრამა, სადღაც 3000 ძაღლამდე სტერილიზაცია, კასტრაციას ვაკეთებდით და ცობზე ვაქცინაციას. შარშან 7000 გავცდით. საქართველოში სოფის საწინააღმდეგო აცრით ათასობით ადამიანი სარგებლობს, რის შედეგადაც დაავადების შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ცხოველების აცრის მნიშვნელობასა და ამ გზით სოფის გავრცელების რისკების თავიდან არიდებაზე საუბრობს. საბედნიეროდ ჩვენ ესე ამდენი ადამიანის აცრა რო ხდება, ამითი ვახერხებთ იმას, რომ შარშან მაგალითად სოფის შემთხვევა ადამიანებს საერთოდ არ ყოფილა. შარშან წინ ერთი შემთხვევა იყო, იმის წინ არ ყოფილა, იმის წინ ერთი შემთხვევა იყო და ბოლო წლებში საკმაოდ გაუმჯობესებულია ამ მხრივ ვითარება. ძირითადი რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ის, რომ თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, რა თქმა უნდა ეს მოგცემს მერე საშუალებას იმისი, რომ ცოფი აღარ იყოს ქვეყანაში საერთოდ. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2026 წლის 10 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით კახეთის, იმერეთის და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში აყვანილია 502 ძაღლი. ცხოველებს ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კასტრაცია, იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და დიაგნოსტიკური კვლევები. 425 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს. დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინალური მანიპულაციების შემდეგ ეტაპობრივად მოხდება. ზრუნვა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და გარემოზე დღეიდან სურსათისთვის განკუთვნილი პლასტიკატის გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია აიკრძალა. აკრძალვა გავრცელდა ჭიქებზე, თეფშებზე, ჩანგლებსა და დანებზე. ამოქმედა პლასტიკატის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს პლასმასის ერთჯერადად ჭურჭელში ჩამოსხმული სასმელების შესყიდვას უკრძალავს. 1 ივლისიდან ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებულ
მომხმარებლებისთვის პლასმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდებაც. 2027 წლის 1 თებერვლიდან კი პლასმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება სრულად აიკრძალება. დეტალებს მარიამ რატიანი გიამბობთ. საქართველოს მთავრობა 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას განაგრძობს. დღეიდან პლასმასისგან დამზადებული ჩანგლების, კოვზების თუ სურსათთან შემხებლობაში მყოფი სხვა ნივთების რეალიზაცია აიკრძალა. რეგულაცია როგორც მსხვილ მეწარმეებსა და ბიზნეს ოპერატორებს, ისე სახელმწიფოს შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებსაც ეხება. მათ პლასმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმული სახელმწიფოს შესყიდვის განხორციელების უფლება აღარ აქვთ. დადგენილება გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. აკრძალვა არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც თავდაცვის ძალების და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის ხორციელდება. რეგულაცია ასევე არ ეხებათ იმ წარმოებლებს, რომლებიც პროდუქციას ექსპორტის მიზნით ამზადებენ. თუმცა ისინი ვალდებულნი არიან გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტს წარმოების დაწყებამდე მინიმუმ 1 თვით ადრე ყველა საჭირო დეტალის შესახებ აცნობონ. 2026 წლის 1 აპრილის შემდეგ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ექნებათ უფლებამოსილება გაატარონ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით. შესაბამისად, მინდა მივმართო რა თქმა უნდა ყველა დაინტერესებულ უწყებას, მხარეს თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ იხელმძღვანელონ აღნიშნული მოთხოვნით და დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სექტორის გარდა გარკვეული შეზღუდვები შედის ასევე ძალაში სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაშიც, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებული უწყებები 2026 წლის 1 აპრილიდან ვეღარ შეძლებენ განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვა ისეთი სასმელების, რომლებიც ჩამოსხმული არის პლასმასის ბოთლებში, ასევე ვეღარ შეძლებენ შეისყიდონ პლასმასის კონტეინერები და ჭიქები. ბიზნეს სექტორში დადგენილების ნორმების დაცვის ხარისხს გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. ტარიელი რამაძის თქმით, აკრძალვების საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია და განმარტავს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციები ობიექტებისთვის ფინანსური ჯარიმის დაკისრებასა და პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, აღნიშნული რეგულაციის მთავარი მაკონტროლებელი უწყება გახლავთ გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც უკვე აქტიურად დაიწყებს შესაბამის ბიზნეს ოპერატორებთან და შესაბამის სხვა ლოკაციებზე შესაბამის პატრულირებებს და ასევე ინსპექტირებას. აღნიშნული ინსპექტირებები განხორციელდება მნიშვნელოვანი აღნიშნოთ გაუფრთხილებლად ბიზნეს ოპერატორებისგან. აქ არის საჯარიმო სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსში გამოყოფილი. დარღვევების შემთხვევაში პირველად ეტაპზე გახლავთ 1000 ლარიანი საჯარიმო სანქცია და ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ პროდუქციის კონფისკაციაც და განმეორების შემთხვევაში ეს გახლავთ 2000 ლარი გაორმაგებული საჯარიმო სანქცია. აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ აღნიშნული სამთავრობო დადგენილების მიზანს